ჩვენ უნდა გამოეხმაუროთ როგორც კომისია საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ბატონ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით. ამით და უკვე ამ გადაწყვეტილებით, რომ სისხლის სამართლის პროცესის პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც გულისხმობს საქმის არსებითად განხილვისთვის მომზადებას და დაიწყება უკვე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. არსებითი განხილვის პროცესში მოსამართლემ ჩათვალა, რომ არ არის წინასწარი პატიმრობის გამოყენების, როგორც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ამ შეფასებას დავეთანხმოთ, ვინაიდან ასეთი კატეგორიის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მიღება სტანდარტი და შესაბამისი კონვენციურ სტანდარტთან. ეხლა ჩვენ დაველოდებით არსებით განხილვას და იქ უკვე როგორც იცით შესაძლებელია რომ მოსამართლემ გადაწყვიტოს რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღოს, რამდენიმე ვარიანტი აქვს გადაწყვეტილებისა უკვე არსებითი განხილვის შედეგად, მათ შორის ამ ვარიანტებს შორის არის სისხლის სამართლის ჯარიმა და ასევე პატიმრობა 1 წლამდე. ანუ ეს პროცესი გრძელდება, ჩვენ რასაკვირველია ამ პროცესს როგორც დამკვირვებლები ყურადღებით ვაკვირდებით. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველა იმ პირს, ვისაც ჩვენ ახსნა განმარტებისთვის ვიწვევთ სხდომაზე, რომ რაც თავშივე ვთქვით, რომ ჩვენ არ ხუმრობთ, ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს და გვაქვს მოლოდინი, რომ აქ მოწვეული პირები სერიოზულად მიუდგებიან ამ პროცესს. თუ კი ბატონი გიორგი ზერეკიძე მობრძანდა, ჩვენ მას ვთხოვოთ შემობრძანდეს დარბაზში.